პირდაპირ გერმანიიდან იმპორტული ლუდია, არანაირი ხელი არ ურევია, აქ ჰარიც არ არის შეპარული. ეს იყო დღევანდელი შოუ პროგრამა, გამაჯანსაღებელ ცხოვრებისეული. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის. მე უნდა მოვახერხო როგორმე უნდა მოგაღებინო ტექსტიდან ისა რა ქვია იმპორტული 5-დან 0-თან მიმართებაში. ძალიან არ მომწონს ეგ სიტყვა. რას გავოგნდი შეჩემა? ერორი გაქვს twin-ში? ანუ ამომაღებინო შემაცვლევინო, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ამომაღებინო. ხო, შევცვალოთ რა, ხო. ხო, რითი უნდა იმპორტული ცუდი სიტყვაა. იმით მახსენდა იმპორტნია, რაც ეგ მახსენდება სუდა. არ ვარგა. ნუ შემოტანილი. გერმანიიდან ჩამოტანა, რანაირად უნდა თქვა. ანუ აქ არის წარმოება გერმანიიდან. გერმანული რა საკმარისია მგონია რა. გერმანული შეიძლება იყოს ჭიათურაში ჩამოსხმულიც. გერმანული ლუდი ჭიათურაში ჩამოსხმული ლუდი არის ჭიათურული ლუდი. გერმანული ტატო მომისმინე გერმანული არის ეგეთი ლუდი. ხო. და არის ხება გერმანიაში. მაშინ გერმანიიდან ჩამოტანილი. ჩამოტანილი ძალიან არაოფიციალური. გერმანიაში გამზადებული იმპორტირებული იმპორტული არ მოგწონს იმპორტირებული არ არსებობს ეგეთ სიტყვა. თქო. იმპორტულია, აბა? ხო. იმპორტირებული და დეპორტირებული შეჩემა. ხო, აბა დეპორტული ხო არაა შეჩემა. მაგინდა იმპორტირებული არ არის სწორი ფორმა? იმპორტული არის სწორი. იმპერატორია სწორი ფორმაში. არა, მართლა მაინტერესებს იმპორტული არაა სწორი ფორმა. აბა იმპორტირებული არა. მაგალითად რეგიონალური, ხო გაგიგია, რეგიონალური არ არის სწორი. რეგიონული. აუცილებლად რეგიონულია. მე რა? ხო და იმპორტირებული და ისიც იმპორტულია რა. იმპორტული. იმპორტ ხო არის ანუ ბიჭო, იმპორტული მგონია რომ იმპორტირებული არის, მოსამოტანილია, ნახე იმპორტირებული არის რომ იმპორტული უცხოურია. სასომხეთი ხო არ არსებობს ეგეთი ქვეყანა. არის სომხეთი და იმპორტირებულიც არ მგონია რომ არსებობს. სომხეთიდან იმპორტული. სომხეთიდან იმპორტული სომხეთი. სასომხეთიდან არის სასომხეთიდან იმპორტირებული უფრო გжდება. აჰა. იმპორტირებულია სწორიო, აგერ შენი დამცველებით. ჩემი დამცველები არა, გრამატიკის დამცველი. გვინჯილია ხო არა? მე მგონია რომ იმპორტირებული არის სწორი ვარიანტი. ხო. ბიჭო იმპორტული მგონია რომ არის აი იმპორტინი. იმპორტული, ნაცავად იმპორტული, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი. ეს არის განმარტება G-ზე დევს. ეგეთ საიტია განმარტება G? ხო. იმპორტული არის, აბა ეხლა ნახოთ იმპორტირებული. რაი? იმპორტირებული, იმპორტული. ეგრა საიტზეა. ორივე წერია, რომ იმპორტედ არის, იმპორტირებულიც და იმპორტულიც. ხო და იმპორტირებულიც არ აგვენს რა. იმპორტირებული თუ იმპორტული. მარტო მე მესმის ესმები თუ შენს გესმის? რა? ჰა? რა ხმები? ეხლა ხმები არ გესმის? მუსიკის ხმა არ გესმის ეხლა? გუნდიშ, მუსიკის ხმა არ გესმის? არ შენ? არა? ring banana phone. გახსოვს ეგ ვიდეო? banana phone-ში რა გახსოვს? შემდეგ გადაცემაში იქნებ გავარკვიოთ რომელი უფრო სწორია. იმპორტირებული. ჩაბნელებული როა შუქი ეს მუსიკა რა ჩართულა შენ იმაზე რომ ვსჯელობ იმპორტულია თუ იმპორტირებული აი ძალიან კაია. კომენტარებში დაგვიწერეთ ვინც ხართ ფილოლოგი კი არა და გვინჯილია ვინც ხართ ლევანი? ლევან გვინჯილია დაგვიწეროს. ხო. თბილი ძილი მეგობრებო, ლამაზი სიზმრები, გემშვიდობებათ, ორშაბათობა. ერთი კვირით. იმედია. ახე, ჩემი ლეპტოპი არ არის, ტოვებ. მე მიმაქ.
დიდი ხანი არ გაგაჩერებთ თან, ანუ აი როგორც გვაქვს ხოლმე ეს რა ქვია. ხო. არა, ნახე ხა დიდი ხანი არ გაგაჩერებ, შენ უწყვიტავ აქ რაღაცეებს. შენ როცა მოგინდება, აი თუ გადაწყვიტე დავიღალე და ხა ბიჭო, აი ნახე, სტუმარს რანაირად ნათქმევენ რომ რაცი დავიღალე. რატო რო ჩაიჯვა და გავალე. აი რანაირად გითხრას ეგეთი რაღაცა. ნუ ჩაიჯვას ნუ მეტყვის შეჩემა ხა დავიღალე. რომელ სტუმარს უთქვამს დავიღალეო. არა, ეთყობა ხოლმე ადამიანს. რა ეთყობა, შეჭი ძირს ეგდო. რამდენიმე სტუმარი ძირს ეგდო 2 საათი მაინც ზემოდან დაახტი და ტკეპნიდი შეჩემა ანუ. ტატო მისის ჩაჭერა. ტატო მისის არ გან ტატო არის კაი მასპინძელი რო არ გიშვებს ხო იცი ეხა მაიცა სად მიდიხარ. არა, არ არის ეგრე ბიჭო ხა ნუ. არ არის. მოიყვანე ის. რა არ არის ბიჭო? რა არ არის? კაი, როცა ვიგძნობთ რომ ხო ჯერ ხარ დაიღალე. არა, მე ხოძე ჯალზინდა. ბუდუ მაგარი დაღლილი იყო. ბუდუ დაღლილი იყო. მე მახსოვს გორგილაძე ვიღარ სუნთქავდა. ანუ აი რო იყვებოდა, ანუ აი და ცოტაც და დავამთავრეთ გაუთხარი და იმის მერე საათნახევარი კიდე იჯდა. და აი უკვე რა ვიღარ რეაგირებდა და ეს მაინც ბოლომდე მართლა როგორ გავიდა ამდენი დრო? 4 საათი. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ფეხბურთები ნაკლებად გვაქვს და სხვადასხვა თემებს შევეხეთ ბევრს. მე მგონი რომ კიდე შეგვეძლო აი ხანი საუბარი. შენ დატო შეგიძლია გაგზავნო. ჩემი გამძლეობიდან გამომდინარე არა, მე გორგილას საინტერესო პიროვნებიდან გამომდინარე. გორგილას გამძლეობა დიდი 1 საათნახევრის წინ ამოიწურა, მაგრამ ჩვენ უტიფრად გავაგრძელეთ. არა, გააწვარა და კაი. რამდენიმე ადამიანი ხარ რთულია ღამის 3 საათი რომ მოდის უკვე 10-ზე რო იწყება რაღაც 4 საათიან და 5 საათიან ლაივებიც ხო, ქონია. 10-ზე დაწყება რავი. რავი, არ ქონდა გათვლილი რომ სტუმარს მოვიყვანთ, იმიტომ რომ თავიდან მუღამი ის იყო პროსტა დავჯექეთ და ტელეფონი. თან როგორ იყო? ეს გაცა მე იყო საათი 2 საათიანი ხო? 2 საათიანი იყო. ყავასოს მე. ყავას კი გაცო, ენერგეტიკულს ყავას. გაძინებს მაინც. არა, აღარ მოქმედებს ეს პროსტა მიჩვეული ვარ, თორე ყავას იმდენს შვამ უკვე რომ ვაფშე რეაქცია აღარ აქვს ორგანიზმი, მე კიდია. A few moments later. მისე რომ მოზიამთავრეთ. რას? ვაკო ძალიან საინტერესო კითხვა. დაიწყეთ უკვე. არა, მართლა ისე მაინტერესებს. ნახე. თან დავიღალე. ნახე მეგეტრუეთ რაღაცას. არა, მაინც მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ არა განსაზღვრება. ზედაჭერი არა აქვს. ანუ მე ერთხელ ვიყავი ჰოლანდიაში. ეს და ჯავახა იყო, ჩემაგივად იყო ჯავახა და რამდენი საათიანი ლაივი იყო, ის გადაცემა? აი, რამდენი გონია გადაცემა? არა, მე რომ თქვა რომ აი ძალიან მიხარია თქვენ დაყოფნა და მოდი 1-3 საათი დავშე დარჩებით. კი გაც. ნუ, კი. არა, აი ხა ეგრე რომ გაჭიმო ფეხები რომ არ სადარ მივდივარ და რა თქმა უნდა. არა, დავკეტე კარები და რა. ხო, კი. მაგრამ ის ლაივი ცემდეხნიანი იყო 9 საათიანი. 9 საათი ლაივში რა. ანუ იმას კითხე, ნახე მე ნუ მიყურებ. კითხე. დილის 7 საათზე მოვჭით. აი რა სამ არა. არა მე დილის 8-ზე 2 საათი სკოლაში მყავს ბავშვები დასახონი. მყავს ის და არ მიწევს ხოლმე აქეთ ყოფნა და ეხლა აი იშვი ეგ იყო ერთ-ერთი გამონაკლისი. მოვდივარ გვანცა მოვდივარ. ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ეგ სხვა არ ყოფილა. პროსტა ის იყო. მე ვაპირებდი დამთავრებას, მაგრამ იმან გაჭედა, ჯავახამ გაჭედა და ძალიან ლუდი დალია და არ დამთავრა არაფერი. ლაპარაკობდით რაღაცეებზე 1000 საათს. იმიტომ რომ ეს ვამთავრებთ ხოლმე ჩვენ ამ დროს გადაცემას. ადრე მოვჭიდა რა. არა. მე თუ მჭითხავ, აი სიმართლე გითხრა, სიმართლე. სტუმრის გამომთავრდა. არა, სიმართლე გითხრა, ამ ხელა უნდა იყოს გადაცემა. ჩემი აზრით, გადაცემა უნდა იყოს 2 საათიანი. 2 საათის მერე რაც არის უკვე ბალამუტი. სერია არის იმაში, ხამამეთი უმადარში, მე 12-ის მერე რაც ხდებაო, კარგი არაფერი არისო რა. ხო, ეხა სალაზე სალაპარაკო. სადაქცალია. ამიტომ მე რა სალაპარაკოს და საფეხბურთზე ხა ის რაღაცებზე ვილაპარაკეთ, აი მეც გენატრება, ანუ მეც თქვენაირი, აი ეგეთი გულშემატკივარი ვარ, თქვენერად მესმის და ანუ ძალიან სასიამოვნოა მართლა. შემიძლია კიდე გელაპარაკო კაცო. მეც კადრს გარი. ანუ შეგვიძლია 3-ზე 4-ზე დავიწყო და მოვშე თუ გინდა რავი 12-ზე.
ბლიციო, ნახე, ბლიცი აღარ არის. ბლიცი აიკრძალა მეგობრებო, მე ვთქვი რომ ბოლო ბლიცი ჩავატარე. როგორ არის, სტომარი რომ დაიღლებოდა ხოლმე, ბლიცი დაამთავროთ იყო რა. და ტატოს ბლიცი იწყებოდა 3 საათს ნახევრიანი. ბლიცი და რასადროში ძალიან მაგარი ვარ ის. ეს სხვა ტატოს ბლიცი არა, ესეთი ბლიცი იყო, აი შოკოლადის ნაყინი უფრო 47 ნია თუ ვანილის ნაყინი გეთონდი. ხო, 47 კითხვიანი რაღაცა ოღონდ. ეს შემო თავიდან იყო რომ კი შოკოლადი ისა ლობიანი ხაჭაპა ეს მარტივობით რომ მარტივად გაცხდებოდა. მე იწყება როკდებოდე, ესეთი ის არის. როკდებოდე სიკვდილის წინ, რომელ სიმღერას მოусმენ. ჩვენს გვაქვს ხოლმე რაღაც ეგეთი დებილური კითხვები. აია, დებილური კითხვა უწოდე ძალიან მიხარია. რომელ სიმღერას მოусმენდი? სიკვდილის წინ. ას მოусმენთ. სიკვდილის მოусმენდი ემინემის იმას, AIDS-ის რო არის, რა ქვია. 8 Mile-ი. ნუ აი, ჩემთვის მაინც აი ეგეოსა გო. ისე შევხვდებოდი სიკვდილს. ხო, ხოდზე. ზოლის იმეთი. 8 ლარიანი დონაციით გვწერს ასეთი იუზერი ქალი მინდა ტატო შენასაკში ნაშობა ისევ ჩითავს ჩემი კარგი რა ხდება ანუ რა ვიცი მე ასაკი მაქვს ეგეთი რომ შემასაკში ჩითავს თუ ჩითავს ასლაბარა ეს არის ასაკსაც მიგიწვდება ხელი ანუ ზედ ქვედა ასაკზეც უფრო და ზედა ასაკზეც ხო ანუ ეგ ყოველთვის ეგრეა შეჩემ ყოველთვის ეგრეა არის შეჩემ 18 წლის რო ხარ გაგიგზდობა ჰა 18 წლის რო ხარ ქვედა ასაკზე აი ეს მაგას არ გულისხმობდი 18 წელი ძალიან ცუდი ასაკი თქვი 10 წლით დაბლაც მიგიწვდება ხელი 10 წლით მაღლა რა ანუ ხო ეგრე 35-იც ეგრეა რა ხო და კაი ესეთი კაი 30-იც ეგრეა ხო თქო და მაგას გეუბნები ესე ყველა ასაკი 20 ესე ყველა ასაკი არ ყოფილა ხო არა ხო 28-ც ეგრეა და აღზნებული დონაციაა მართალია 8 ლარიანი დონაცია ბებერი ხარისხების ხნავსო ლიკ მაიას იუზერი რა ხდება დაღამდა და ხალხმა ხელი ჩააცურა თუ რა არის შეჩემა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ლიკ მაიას წერს კალა არბელოზე რო ცუდა კალა არბელოზე რო ცუდა საუბრობდი ნანო ახლა არბელო აღწევს საფათას ცხოვრებაში მეტი სანანებელი არ გქონდა რა თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს არბელოა ვინანებთ მე ალბათ რაც თქვი 8 ლარიანი დონაციით წერს ტარანტინო კაც სოკო თუ ევასება და ფუდ ფეტიში აქვს ფეხის სოკო გაუსწორდება ფეხის სოკო ენაზე შეიძლება გადაგივიდეს არის ეგეთი შემთხვევა თუ არის ტარანტინოს ექნება უეჭველი რამე დაიძინე ბავშვი დაიძინე ენის სოკო არის თუ სოკო ყველაფერს ყველგან შეიძლება გაჩნდეს როგორც მაგრამ ფეხი არის ყველაზე მარტივად ხო და მეგონი იქ სხვა არის რა პროჩის სოკო არ გამიგია ხის და ფეხის გამიგია მაგრამ პროჩის სოკო რა მაგარია როგორ უნდა იყოს პროჩის სოკოში შემან რა უნდა ხდებოდეს დელიკატესი უნდა იყოს პროჩის ხო გადაიღეთ პროჩის სოკო მოდის პიეს ტატო გული არ გაიტეხო გოუთი ხარო სტოპილოქსმა დაგვიდონატა ხოთაშორს აპოჩტატო ზანადვა ჩვენ ეს უნდა ვისმენებინა წლევა უკენ ზანადანძრეულია გეუნდი სტოპ ერეკლე გვწერს 20 ლარიანი დონაციით არაფერს და 20 ლარს ადონატებს და დავთვალოთ სტატისტიკა ახტება რა ბუჟური ერეკლე გვწერს და მე მგონა რაღაც ეწერა და არაფერი არ ეწერა
ასლანი დონაცია და ეკლექსერს სარიელი ფურცელი გამოგზავნოთ ჩაწეთ რა ცლეთაც გეთის იყიდეთ ოი დედა ლიკ საბა წერს ვარინაცით ლივერპულის დედა შესამთევნა ამერიკამ და ტატოს მარჯვენამ მიყორხართ ბიჭებო ჩემი გაი ძალიან სწრაფად ეს ვარ that escalated quickly ჩემი კარგი დენის სუარესი გვწერს 8 ვარიანი დონაცია დენის სუარესი ეს რა გადმოვიდეს ხო მოგიწყოთ ჩემი მეგობრები მუნირელ ჰადად და პაკო ალკასერიო ბრავო გწევდება დონაციები ახაც ბიჭი გვწერს რომ კაპიტან არმენიას მიულოცეთ დაბადების დღეო კაპიტან არმენიას კაპიტან არმენიას ულოცავთ დაბადების დღეს ულოცავთ სამხურად არ ვიცი როგორ არის როგორ არის მილოცავ გილოცავთ როგორ არის სამხურად არ ვიცი Поздравляю. Поздравляю. Აიცი როგორ ამართლა? ჩემი ეს კაცი არ შემიძლია ღამის 3 საათზე რატომ უნდება? მაიცა. რა მილოცოთ დაბადების დღე თუ რა? მეგობრებო, ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი, ხო, კარგია მოსახსნელი, ძალიან მარტივია მოსახსნელი არა იმ დღეს. აუ, მახარას ის ყავდა, სახიობ მახარა ყავდა, სტუმრად ესენ ლაპარაკობდნენ. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ბევრმა დაწერა კალას რა ჭირსოში ჩემო. რატომ ახალებ მაგაგაგიჟეს? არა, ნუ პროსტა, ყველაზე ისე მომიბეს, რომ აი აბსოლუტურად არასაინტერესო ისე ცისურელეზე ლაპარაკობდნენ, რომ აი რა გითხრა. აჰა? სად ნახე შეჭა მე გულში ჩავწერე და შნორჰავორუმიემ ეს არის გილოცავ, მაიცა გილოცავთ როგორი დაბადების დღეს არის ნუდ შორნოჰავო გილოცავთ დაბადების დღე იყო? ო დაბადების დღეს შნორჰავორ ცუნდ ამოსტვინე რა. და ბოლო დღეა ხო, ჩვენ დილის რეჟიმზე ვართ და უკან უნდა კაპიტან შნორჰავორ ცუნდ დილის რეჟიმზე ვართ გადასული დილის და უკვე კაპიტან არმენია იქნება კაპიტან ჰაიასთან თუ ჰაიასთან საქართველო დამატებით თრო ბრაცისთან არის საქართველო 93 წუთი ეხა კაპიტან ჰაიასთან შნორჰავორ ცუნდ უცხო მოყმეგვწერს არაფერიო ათლარიან დონაციით და მაიკ ოქსჰიუჯი ათლარიან დონაციას გვიგზავნის როგორ მაიკ ოქსჰიუჯი ქართულად უწერია მაიკ ოქსჰიუჯი მაიკ ოქსჰიუჯი რა მოგიწერა მაგან არაფერი მაგ ნასლად დაადონატა და რა გინდა არაფერი შეგარგოს მაო ლიკ მაი ბოლსი აღაწერება კი არის ესეთი ლიკ მაი ბოლსი არის უცნობის ათლარიანი ტატო გიორგი ნინის უთხარით ინსტაგრამიან მესენჯერი შეამოწმოს ტატო გუთხარ 8 ლარიანი დონაცია ნინი შეამოწმა ინსტაგრამი ან მესენჯერი იწერება ადამიანი ორივეში და კაი ეგ არის ხო კიდე იყო ახლა ერთი იყო და რა ვიცი ანუ ლიქსაბა 8 ლარიანი დონაცია და ძალიან ბევრი აი შენ წერს ლიქსაბა კაი ვეყოფა რაც რა იყო ლიქსაბა ბიჭო რა ძალიან ყველაფერი ცუდი სიტყვა წერია და რა ვიცი რა პანჩ რა ვიცი ხარ შედიდა შეეცეს პუტინის გადაუგდეთ პირადშიო ვინმეს თუ ხელი მიგიწდებათო გაგრძელება იყო ესეთი პუტინს გადაუგდეთ პირადში კი ბატონო წავიკითხოთ ლიქსაბას დონაცია კიდევ ერთხელ 8 ლარიანი ყლე ხარ შედიდა შეეცე ეს პუტინს გადაუგდეთ პირადში ვინმეს თუ ხელი მიგიწდებათ აი ეს იყო ბოლო დონაცია ალბათ ამ ჯადოსნურ ნოტაზე დაამთავროთ დღევანდელი სტრიმი ძალიან მიხარია რაც მოხდა დღეს ხშირად ქართულ კომპანიებს ხელი არ ეწყობათ რომ განათავსონ თავის პროდუქცია დახლებს ხო ასე რომ იმედია ეგეც მოგვარდება სუსი ახლა სუსი რო შევიდა ახლა ის აწყობს თავებს გადალაგება მინდა ეს ახლა რა შეხვდეთ მაგეთებს სხვადასხვანაირად დაგხვდება ტიროლი იქნება იქით ორბიტი აქეთ კაი ყველაფერს თავი დავანებოთ უღრმეს მადლობა რომ ხართ და უღრმეს მადლობა რომ ესეთი კარგები ხართ პირველ რიგში თორე
ცხოვრები და ყოფნით ბევრი ადამიანია და თქვენ კარგები ხართ. მოდი დავიწყოთ წინა გადაცემის დასასრულიდან ლუკას აჯვეს ძალიან ბევრი კომენტარებში და გაჯვი ხელზეო. სულ დამოვიწყდა. არა, ვიღაცა წერა რომ ვინ სტრიმი გათიშა იმას დავაჯვი ხელზეო და აი ხა ეგ რანაირი გინებაა შეჩემა ვინ სტრიმი გათიშა ის თავზე დავაჯვი ვინც ეგ დაწერა. ასევე მთელი გადაცემის სახელით არა რა წესია ვერ გავიგე ეგეთი კომენტარი ნორმალი დავაჯვი ხელზე? დავაჯვი ხელზე ვინც გათიშა რას ქვია შეჩემა ანუ ეხლა რო იცი რომ ვინც გათიშა თან ვინ გათიშავდა ხა ვინ მოვიდოდა შეიქა ვაკო იყო. ვინ მოვიდოდა იქა ეხლა ვაკო იყო. სტრიმის გასათიშად მოვიდა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ეხლა ნუ გავემიჯნოთ ჩვენ ვინც გათიშა იმას და ეს იყო დაგეგმილი ლუკას არ გაუთიშოს მოვიდა ვიღაცა აი ჩვენ რომ ამთავრებდით გადაცემას ლაივი ეწყებოდა ერთ-ერთ კიდე რაღაცას და იმათ გაგვითიშეს აი ხო ესეთი გინებაა რა რო იციო ლუკას დავაჯვიო არ დაწერა პირდაპირ და ვინც გათიშა იმას დავაჯვიო და რავი ანუ არ მოსულა ეგრე ჩემო ძმაო ბევრი ლაიკი ქონდა თან და ვინც დაგილაიკა რავი ხო მე ნუ ეს არა ქვია მეორე ნუ არ დაამთავრებინე კაცს ვერ გავიგე ლაპარაკობდა მეორე შენ ხო გეკუთვნის რაღაც შენიშნო დაჯმარ გეკუთვნის ხელზე მაგრამ მე არ ვიცოდი ეგრე თუ გათიშე არც მე არ ვიცოდი იმიტომ რომ აქ დაამთავრა ნახვამდისო თქვა პროსტა აქ რო გამოვხდე დილეი იყო და დილეის გამო მოიჭრა და იმის მაგივრად რო ეთქვათ რომ ვაიმე რა მოხდა ბოლოს რანაირად გათიშეთ და ისინი წამოვიდა ხო არ უნდა გამეთიშე არ ამთავრებს და ისა ქვია ეგ ახალი ამბავია კომენტარი დაუწერე ხა და მე ვინც ნახა მიხვდებოდა რომ არ გამომირთავს სალით და ხო კომენტარი ნახეთ ხო ჩემი და ისე სამსად ნახევარი გადაცემა ლაივში ხა ბოლოს თუ რაღაც ისე მოიჭრა რომ ნახზე თუ მოიჭრა მაგის გამო ნუ აუწევთ ჰაერში რომ ეს არის მაყურებელთა უპატივისცემლობა და ჩემი აზრით ვაფშე ტატოს ბრალია რომ აღარ დაამთავრა არა ეს ეხლა ცალკე საკითხი თუ იმას თუ დავაჯვათ ხელზე რა თქმა უნდა ხელზე რაღაცო მაჯვამ შეჩემა ანუ აი კარგი თავზე ხო ნუ მოკლედ ეგეთი კომენტარი ჩვენ არ შეგვიძლია რომ არ გამოეხმაუროთ ამ ესე ამბავს მთელი გადაცემა წინა გადაცემა იყო რომ ვკითხულობდი მთელი გადაცემა იმას დონაციებს არა მთელი გადაცემა ეგ იყო ხო წინა ხო თუ გეზარება თქვიო ანუ არაფერს არ აკეთებო თუ რაღაც გაზარმაცებული ხარო სხვა გადაცემაზე რომ დაიწყოთ კიდე ხო აია იმას გიშვებენ ტონუსში გამყოფებენ ამ დავერიე ეგ არ კამერა უნდა დავაყენოთ ისე უკნოსთან რომ მიდი თუ გაქვს აჰა всё ქონია კამერაც ამდენი ხანია ვითხოვთ მაგას რომ კამერა დაიყენოს შეჩემა რომ დაგვენახოს ადრე კაი იყო რომ გვენახებოდა ხოლმე დონაციაზე რომ კითხულობდა ხოლმე მის ემოციები რაღაცები რომ ჩანდა გადაობა იყო ხო აი მორჩა შენი ფაქტები კი მე ამოვწურე დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო შესრულდა 3 საათი უკვე რაც ლაივში ვართ აი ხლა თბილი საბანი შემოიკეცეთ რაღაც ბოლოს ნუ კონდეს ხოლმე ეს ლულაბი რა ხო კონდა მელოდია ნუ არა ხო ვარსკვლავს ეძინებათ რაღაცა ნუ დავწეროთ ამ შოუსთვის სპეციალურად რომ ბოლოს ძილისპირული წავიდეს ხალხი წევს ზოგი სამსახურში მიდის ხვალ ზოგი სკოლაში ზოგი უნივერსიტეტში და წყნარად დაიძინონ ხოლმე რა ფონად უნდა იმიტომ რომ ჩვენ ხმაზე იძინებს ძალიან ბევრი ეგ დიდი პატივია სხვათაშორის იმიტომ რომ ძილის დროს თუ გაქვს ხოლმე ისეთ ფიქრები რომელიც შფოთს იწევს გაფხიზლებს ძალიან ალბათ გქონია ბევრჯერ კი როცა უყურებ ესეთ რაღაცას რომ კომფორტულად გზნობ თავს და იქიდან მოდის დადებითი ვაიბები ალბათ მაგითო გეძინებ შვიდები ამიტომ ძალიან კარგია ჩემო პატარა მეგობრებო ახლა კი შემოიკეთეთ საბნები და ტკბილი ძილი ელასა გენახოთ ყველასა სიზმარში ძალიან კარგი რაღაცები ჩვენ სპონსორებს მადლობას გადავუხდი ამასობაში სამ ტატო მოიფიქრებს სამხე საინტერესო ფაქტი დაფიქსირებულა ეს არ ვიცოდი ინგლისელმა ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელმა უფრო ადრე მოიგო სუპერბოული ვიდრე ინგლისელმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგაში მე არ ვიცოდი ინგლისელი მწვრთნელი თუ ყავდა იმ სიეტლ სიხოქს რა სიგიჟეა ბიჭო ეგ რა სიგიჟეა საწავიდა ეს ტელევიზორი რატო არ გვაქვს ტელევიზორი მადლობა შაშვი რეკორდს რომელმაც შვენიერი CD-ები გვაჩუქა ეს CD ცხოვრებაში როგორ არ მქონდა აქამდე მეც არ ვიცი მართლა ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ალბომია მადლობა ამ CD პლეიერისთვის ასევე რომელიც ეს არის აი ლუკამაც კადრები გაჩნდა რა არის თავის სტრიმი ჩართო
ხო აპიარე შენი ის არა ქვია შენ ამას სტრიმავდი ბიჭო დირიჟორი იყო და მეტაკოსტი გოსტარტობა შენ იქზე ლაპარაკო მე მე მაყურებელმა დაწერა ძალიან ბევრი შენი სტრიმი კი არ უხსენებიათ რატომ ხო ჩემზე არ მოხდი შენი სტრიმი რო იყო შენ რო დირიჟორობდიო ძალიან მაგარი იყო ეგარ თქვი არა კომენტარებს არ კითხულობდი მეტაკოსტი რო გეკეთა ჩანდა თავზე ჰა ჩანდა ხო კაი მომინდომა ახლა quest-ით გასტრიმო სადი პიკი გასტრიმე გაგვანებეთო ნახვამდის მეგობრებო ტკბილი ძილი და შემდეგ ორშაბათს შევხვდებით კვლავ ერთმანეთს ნავაცდი ცოტა ხანს და მე გავწევ არა რატომ არ დაიწყოს ამ ისტორიის მოყოლა სხვათა შორის არა არ მოტყუდი ეხლა რო არ გავაჩერდე ხო ისე გამოგივა მაინც შუაში გაწყვეტე და ყველა ვარიანტი შეგრე იქნება რომ შუაში გაწყვეტა მოგიწევს მაინც კნო და ვიღაცა ისო შემოვარდება და ისო დაგიწევს რომ დაგაჯვი ხელზეო კი არა დავაჯვი ხელზე ვინც გაწყვეტა ვინც გააჩერა სტრიმი მე თქვი უკვე ვინც ეგ დაწეროს დავაჯვი თავზე თქვი კარგად ხალხო ხო და რატო დამცი ბიჭო მაშინაც დამცინეს და ეგ დასაცინია თეორიაში ჩაჭრა შენს გაგეკვირდა რატო ბიჭო რომელი ჯობია თეორიაში ჩაიწო და ტარებაში მათემატიკაში ან იმაში გამოცდა რო გაქვს რა სკოლის და არ ხარ მომზადებული კიდე გავიგებ მაგრამ აი რავაზე მიგიქაჩება ან მომზადებული უნდა იყო ან არ უნდა გახვიდე ო არა რატო არ ვიყო მოდი ახლა მომზადების გარეშე გავა მე მეგონა რომ აი ეს მეყო ფათქო რა და არ მეყო ხო და მე მგონა რომ თეორიაში ჩაჭრა უფრო მე თეორიაში თუ იჭრებოდა ხალხი არც ვიცოდი კი მე ჩავიჭერე ვიცი ვიმიღა ბენი მითხრა ხო ვიღაცა მითხრა მე შავიჭერიო თეორიაშიო მე მგონი ბენი მითხრა მე ჩავიჭერე აგერ გეუბნები რომ თეორიაში ჩავიჭერე პირველ ჯერზე რომ მივედი მე ჩავაბარე მეორეზე ძალიან მარტივად ყველა კითხვა სწორად უპასუხე იმიტომ რომ ვიმეცადინე მეორესთვის ჩქარობდი რა მაინც რა მნიშვნელობა ქონდა 50 ლარს იხდიდი და მეორე მესამე მეოთხეც და უფასო ქონდა და მივედი რა რუსთავში წავედი ერთი პროსტა იქ იყო სხვაობა თორე მეორეც და ისე უფასო იყო უფასო გავედი მეხუთეცდაც უფასო იყო ბარე არა მეხუთეზე ფულს იხდიდი 4-იც და ქონდა უფასო გუნდიშას ქონდა მაგრაშიც იმა ჩვენ დროს იყო 30 კითხვა და 3 არასწორი პასუხი ქონდა. ეგრე იყო ჩემთან. ჩვენ დროს გუნდიშას ქონდა პირველ 5-ში 2 შეცდომა. და გაწურა თუ? გაწურა 3 ქონდა. 4 შეგელვა 4 4 მეოთხეზე 4-ზე იჭრება. 3 ქონდა. და იფიქრა რომ ამის დედაც მოყან ჩავიჭერა და აი ესე უწყაფუნა და ყველა გაარტყა. ბოლოზე არ ნერვიულე ბოლოს რომ იყე. ესე ჩავს უჩი და 29 წამს. მე მქონდა მე მქონდა 29-დან 29 პასუხი სწორი და 30 პასუხი სწორი. ანუ ჩაბარებული მქონდა უკვე, მაგრამ 30 აი თუ გულიდავს, მაგრამ მეთქი მაქსიმალური შედეგი ვერ ავიღე. 29-ზე ჩავიჭერე. მე პროსტა დავჯექი და ბილეთს არ მეცადინია ესე, ანუ პროსტა ლოგიკურად მიხვედი? არა, ბილეთები დავიზეპირე რა, ანუ ისინი ვიცოდი რა. ანუ ლოგიკურად ჯობიერ ისწავლო აგიხსნას, ვინც არის კონსტრუქტორი თუ ინსტრუქტორი, რომ რა დროს რა უპირატესია. მეც ბილეთები მქონდა დაზეპირებული. ხო, ანუ პროსტა ბილეთები ვაკეთე და მე გავედი რა. ხო, მეც ეგრე. ის პასუხი თუ წერია სადმე. სამივე ზემო ჩამოთვლი, უეჭველი სწორი. ხო, და რა მახსოვს რა შემეშალა რაღაცა მახსოვს 18 წლის წინ. მაგრამ ეხლა რომ დავფიქრდი, ბიჭო 18 წელია მანქანას ვატარებ უკვე ძალიან. კომპიუტერზე იყო შენი გამოცდაც? თუ არა, პასტა ფურცილით. დაგვაწერინეს. კომპიუტერზე, ბანკ კომპიუტერზე. ბიჭო, რატო გიკვირთ, რომ მევასება ხა ფურცელზე კალმით წერა მევასება. ჯერ ეს ერთი სხვათა შორის ხანდახან უნდა წერო კალმით ფურცელზე, იმიტომ რომ კალიგრაფიას გინარჩუნებს ასე თუ ისე. რაც შეგვიძლია კალიგრაფია. ბიჭო, რავი, მაინც კაია რომ წერა რომ შეგიძლია საკუთარ ენაზე ასოების კაია მაინც არა, მე სხვათა შორის რომ ვეღარ წერდა, რომ ვფიქრობ როგორ დავწერო, როგორ მოხაზონ. ეგ მაგასაც შვები ხოლმე და ხანდახან არის ხომ მომენტი, რომ მივდივარ გამოვქვაბულში და ვკაწრავ. რომ აი ეს არ დავკარგოთ. ეს რაც გვაქვს. არ არის ერთი და იგივე. ნუ ბატის ბუმბული და ისიც ახლა ნაღდად მიქნა. არ არის ერთი და იგივე. კალმით წერა ჯერ კიდე აქტუალურია და კაი პლანი. გურსნურითაც იმაშვები დამწერლობა რომ არ დავკარგოთ, მაგრამ არ დამოვიწყდეს რა. თუ იმ დღეს მივედი ვკაწრავდი გამოვქვაბულზე, ისე აღარ წაიღო რა ზუბილა თუ. ვეღარ ვქენი ეგრე კარგად და ის მამონტი ვერ ამოვტვიფრე. მე მქონდა. მე მივდიოდი ხოლმე მოედანს დავხატავდი ესე. ხო, მეც ვასწავლე. პოზიციები მქონდა დაწერილი ისე, ფეხბურთელები, ფაქტები რაღაცა.
ჩვენ მევასება კალმიცები. მაგრამ მე მოვიდა ახლა დრო რომ უკვე ლეპტოპები გქონდა და რავი ლეპტოპი გქონდა როგორ იცი ოღონდ რომ დააჭერდი 3 დღის მერე შედიოდა ხოლმე რა აუ რაღაცა ერთ-ერთ ოთახში იყო კომპიუტერს აუცილებელია დღეს ახლა ლეპტოპის გარეშე თამაშის საყვანა ანუ გამოდის კომპიუტერზე სუიციდია იმენა კომპიუტერზე შანსია თუმცა ხელით დაწერა მომიცია და დაგავიწყდა დაგენძრა თან რაღაც ტექსტი და გადაწერო ზუსტად და კაი დღეისათვის მე მგონი მორჩეთ გვინდოდა რაღაც რუბრიკის გაკეთებაც მაგრამ უკვე მე-4 საათი დაიწყო და დავასრულოთ მოდი დღევანდელი გადაცემა მადლობა სპონსორებს მოკლედ ბეცონ სპორტია ჩვენი წარმომადგენელი TBC გახლავთ ჩვენთან ლუდი 5-0 და ჩიპსი ლუდისა და შემდეგ ორშაბათსაც ამავე შემადგენლობით ვიქნებით კარგად ბრძანდებოდეთ აი იცი შეჩემიკე უყდებით ანუ რანაირი თქვამია ნუ ამბობ ხოლმე წინასწარ ეგეთ ოპტიმისტური შაბათსაც ესე ვიცი ნუ ოპტიმისტური რომ ეხლა ისე ვთქვი რომ ნუ უჩვენო დავიბრიდო და შემდეგ გადაცემაში ოღონდ გადაცემა არ დაამთავროს და რევზე ლაპარაკობს შენ თავის ბიჭო ეხლა ამ კვირაში თუ მოვკვდი შემდეგ ორშაბათს არ გააკეთო ლაივი რა ერთი აი ამ 40 დედასწრები კი რა დაიბრიდა სტეპსელში ჩაყო ხო სპონსორებს მადლობა გადავხადე აუ ეს არც მისვენს შეჭი არ გისმენ ხო თქვი გადავხადე არ მახსოვს თქვი თუ არა კი ო რა დაამთავრე ლუკამაში გენაცვალეთ ხალხო ერთ კვირაში შევხვდებით იგივე შემადგენლობით ერთმანეთს